ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. ლევან სალამი, ძალიან მიხარია რომ დღეს შედგება ჩვენი დიალოგი, რომ ამ ფორმატში მაყურებელი ხელავს სტუმრად ლევან კობიაშვილს და მიხარია რომ დღეს ჩვენ სტუდიაში ხართ. და მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენს, მოგესალმებით, ძალიან მიხარია მეც რომ დღეს თქვენთან ვარ და იმედია საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. კი და დარწმუნებული ვარ საინტერესო დიალოგი გვექნება კიდევაც. ერთი ტრადიციული კითხვა აქვს ამ ფორმატს და ამ შემთხვევაში ესე იქნება ვინ არის ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რაც ვიცით რა თქმა უნდა. ლევან კობიაშვილი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ასე რომ ვთქვათ, ქართველი, რითაც ვამაყობ ყოველთვის. მათ შორის იმ დროსაც, როცა ქვეყნის გარეთ ვიყავი წლების განმავლობაში და ჩემი გადმოსახედით იმას, რასაც ვაკეთებდი, ამას მარტო იმისთვის, რომ ეს ჩემი პირადი იყო, არ კეთდებოდა ჩვენი ქვეყნის სახელით და თუნდაც ის, რომ გერმანიაში ბევრმა ადამიანმა ჩვენ ქვეყნის შესახებ შეიძლება პირველად გაიგო იმ დროს და იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც წარმოდგენა არ ქონდა საიდან ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებდა და მიხარობდა იმ დროსაც და ვამაყობ დღესაც. ვარ ადამიანი, რომელიც ასე რომ მარტივად რო ვთქვათ, რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელსაც უხარია, რომ არის ადამიანი, რომელმაც თავის რაღაც პატარა ისტორია შექმნა იმ თავისი ცხოვრებიდან, იმ თავისი კარიერიდან, ანუ სპორტული კარიერით ფეხბურთს გულისხმობ და ამით ვამაყობ. და ვამაყობთ ჩვენც ამ განვლილი გზით, იმიტომ რომ მე ხა აი ფრაგმენტულად ძალიან ბევრი ეპიზოდი მახსენდება, მაშინ როდესაც ჩვენ არაერთგზის ქონდა მიზეზი სიამაყის იმ პერიოდს გულისხმობ, ხა რაც იგულისხმებ მაშინ როდესაც მოედანზე იყავით, მაშინ როდესაც იცავდი ჩვენი ქვეყნის ღირსებას და გერმანიაში პრაქტიკულად, მოდი ესე ვთქვათ რა, განსაკუთრებულად იმ პერიოდში ალბათ იყავი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელჩი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავისი პატარა ისტორია შექმნაოდა. შეგვიძლია მოვყვეთ მოდი სირთულეებიდან დავიწყოთ რა. აი ეს ისტორია, როდესაც იწერებოდა, ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო მაშინ? თავი არის მანამდე წლებიც იგივე ჩემი ბავშვობის, როგორც დაიწყო სიყვარული ფეხბურთის თამაშის და საბოლოო ჯამში ყოველთვის და დღესაც ასე ვფიქრობ და მაშინაც ასეთი დამოკიდებულება მიდგომა მქონდა. ყველაფერი საბოლოო ჯამში არის შენ შრომაზე დამოკიდებული, ანუ ჩვენ ხშირად ხმარობთ ხოლმე ამ სიტყვას გაგიმართლა, არ გაგიმართლა, გამიმართლა, არ გამიმართლა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია შენ შრომაზე. დღესაც ესე ვარ, ესე ვიყავი, როცა ფეხბურთს თამაშობდი, დარწმუნებული ვარ, ეს ესეა, გიმართლებს იმ შემთხვევაში თუ იმსახურებ, ანუ მე მგონი უფრო დამსახურება არ დამსახურებაზე და ეს დამსახურება არის შენ შრომაზე. საბოლოო ჯამში ეს საფეხბურთო კარიერას ესე ერთი შეხედვით, ეხლა დღეს რო გადახედავ ეხლა სპორტსმენის და მათ შორის ფეხბურთელის კარიერა, ეს რაღაც ადვილად ჩანს ხოლმე, თორე უამრავი სირთულეები და გამოწვევები იყო. მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია თქვა, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე უარისხმა მომიწია. ცხადია მეც იმას საკში, როდესაც თინეიჯერები ვიყავ, ანუ თუნდაც ის რომ ჩემ მეგობრებთან თუნდაც საღამოს ახლა ყველას ახალგაზრდები ვიყავით, დღესაც ესეა ალბათ გვიხარია სადღაც გასვლა. შენ ვერ აძლევ შენ თავს ყველაფრის უფლებას, რაღაცაზე უარი უნდა თქვა. რაღაცა კომფორტზე უარი უნდა თქვა, იმიტომ რომ შენ ხვალ ვარჯიში გაქვს, ხვალ თამაში გაქვს, სხვანაირად უნდა მოემზადო, სხვანაირი დღის წესრიგი გაქვს, სხვანაირად ცხოვრობ, სხვანაირად ემზადო, ანუ ბევრი რაღაცეებია, რაზეც შენ უარის თქმა გიწევს. და შენ თუ ამისთვის მზად ხარ, რომ ეს ყველაფერი დათმო, ის კომფორტი, ის რაღაც სიამოვნება ამ შენი საქმისთვის, საბოლოო ჯამში მაგას მიყავ ხარ იმ კონკრეტულ შედეგამდე და აღწევ რაღაც კონკრეტულ წარმატებას.
ამ გერმანიაში ყოფნაც თქვენ წარმოიდგინეთ ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, სადაც ბევრი სხვა სირთულეები გარდა იმისა, რომ არ იცნობ იქ ადამიანებს, ენას არ ფლობ, უცხო ქალაქში ხარ, უცხო ქვეყანაში ხარ, მარტო ხარ, კი შენი მეუღლე იქა, ოჯახის წევრები იქ არიან, მაგრამ მაინც მარტო ხართ, ასე რომ ვთქვა, მთელი ოჯახი და ყოველდღიურად გიწევს, რომ ამტკიცო, რომ შენი ადგილი აქ არის, შენ იმსახურებ თუ აქ იყვე და არა მარტო იმსახურებ, შენ სხვებს უნდა აჯობო ყოველდღიურად, იმიტომ რომ შენს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ იქ მყოფ ადამიანებს, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელს, კლუბის ხელმძღვანელებსაც და შენ ყოველდღიურად ამ კონკურენციაში ხარ. არ გაქვს იმის უფლება, რომ შენ რაღაცა შენი კომფორტის გამო ამ საქმიანობას რაღაცა მოაკლო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს მე შენ თამაშს დაეტყობა, შენ ვარჯიშს დაეტყობა და ერთჩვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან და მოგიწევს უკან წახვიდე. აი იმ კონკურენციის პირობებში, როდესაც გიწევს ბრძოლა ადგილის შენარჩუნებისთვის, ხო? ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შეგიძლია გაიხსენო მომენტი, სადაც ყველაზე მეტად გიჭირდა თუნდაც, ან გაგიჭირდა, ან ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადექი. გარდამტეხი პერიოდი იყო მანამდე ნაკრებში 96 წელი იყო, როდესაც ძალიან პატარა ასაკში მე დავიწყე ნაკრებში თამაში, ჩივაძის დროს, ჩივაძე იყო მაშინ თავარი მწვრთნელი. და პირველი ოფიციალური თამაში ქონდა, ამხანაგური თამაში ქონდა ნორვეგიაში, ამხანაგური თამაში იყო, ну მაშინ ახლა ისეთი სახელის და ჩემთვის მაშინ მართლა ოცნება იყო იმ ნაკრებში თამაში, ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ და პირველივე თამაში ძირითად შემადგენლობაში ვითამაში ნორვეგიაში, ეს თამაში დამაყენა, ну რა ვიცი ყველაფერი ტრიალებდა, ნერვიულობა, აბსოლუტურად ქაოსი იყო შინაგანა ჩემში. თუმცა საკმაოდ რამე წლის ხართ მაშინ? და 18 წლის ვიყავ. საკმაოდ კარგად ვითამაშე მეც და მთლიანობაში გუნდმა. ბოლო წუთს თუ არ ჩავთვლით 0-0 იყო, მაშინ ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდი ყავდა, ჩვენ საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით და ბოლო წუთზე დამატებით იყო 90 წუთს გადაცდა, ჩემი შეცდომის გამო ჩვენ კარში დაინიშნათ 11 მეტრია. და გაგვიტანეს ის გოლი, წავაგეთ 1-0. ეს არის ჩემი პირველი თამაში. თუმცა ამხანაგური თამაში, პირველი თამაში, პირადად გასახდერში ხა არავის რაღაც ჩემს მიმართ არ გამოუჩენია რაღაც რომ შენი ბრალია რაღაც, მაგრამ ხო ხვდები რომ დამნაშავე ხარ, ხა შენი თან განწყობა იგრძნობოდა, ხო? ნუ თამაში წავაგეთ, იმიტომ რომ მართლა კარგად თამაშობ, 0-0 იყო აბსოლუტურად მისაღები და ჩემი შეცდომის გამო თამაში წავაგე. იმ საღამოს სასტუმროში, როდესაც დაბრუნდით თამაშის სტადიონიდან, ანუ ჩივაძე მოვიდა ჩემთან და მისი დამოკიდებულება მისი მიდგომა ჩემს მიმართ ეს იყო მართლა გარდამტეხი ჩემ კარიერაში. იმიტომ რომ ის არ დამავიწყდება დღემდე. ანუ მისი სიტყვები, მისი მხარდაჭერა, მისი გამხნევება, რომ არაუშავს, მე რა მოხდა, ძალიან კარგად თამაშე, ძალიან კაი თამაში იყო. ანუ უფრო პოზიტივში წაყვანა და დანახება ამ მთლიანი თამაშის, ვიდრე კონცენტრირება იმ ერთ შეცდომაზე, რომელმაც ის თამაში წაგვაგებინა. ხო, ეხა მისი ეს დამოკიდებულება, აი დღემდე ვიძახი, იყო გარდამტეხი ჩემს საფეხბურთო კარიერაში. ქართული ფეხბურთის ლეგენდას ბატონ საშა ჩივაძეს აქედან მეც მოვიკითხავ დიდი სიტყვით, სიყვარულით და რა თქმა უნდა, ქართველი მაყურებლისთვის, გულშემატკივრისთვის მისი კარიერა ფასდაუდებელია და ძალიან ბევრისთვის მოტივაციის მიმცემი და მე იმედი მაქვს, რომ ერთმშვენიერ დღეს ბატონ საშასთანაც ჩავწერ აქ. ლევან, მე ვიცი ქართული კარიერის შესახებ იყო გორდა რუსთავის, იყო დინამო თბილისი და მე მინდა ეხა წავიდეთ იმ მომენტისკენ, გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც უცებ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრაიბურგი არის დაინტერესებული. ფრაიბურგთან კავშირი სანამ იქ გადავიდოდი, ну როგორც აღმოჩნდა, მე მანამდე არ მქონდა ხა ეს ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მთავარი მწვრთნელი იმ დროს ფრაიბურგის, ჩემს ასე პატივსაცემი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და მათ შორის ჩვენ
იაშკაზეც, ქიტაზე, ყველა იმ ქართველზე, ვინც იქ ვიყავით, არა მარტო როგორც ფეხბურთელად ჩამოგვაყალიბა, არამედ როგორც პიროვნებად ძალიან ბევრი რაღაცა დაგვანახა და გვასწავლა, ისაც ძალიან მადლიერი ვარ. დაახლოებით ფოლკერ ფინკე. ხო. დაახლოებით 1 წლით მანამდე აქ იყო საქართველოში, მე არ მქონდა ამაზე ინფორმაცია, ჩვენ ნაკრების თამაშებს აკვირდებოდა, მე მაგ დროს უკვე დაწყებული მქონდა ნაკრებში თამაში და რაღაც მოვეწონე, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, იმ დროს ეს კლუბი, ფრაიბურგი მეორე ლიგაში თამაშობდა. და ალბათ ახლა ყველა ფეხბურთელს დღესაც, მაშინაც ყველაფერი საუკეთესო უნდა და მაგ მომენტშიც რაღაცაზე უარისმა მომიწია. იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად მინდოდა, რომ იქ წავსულიყავი, ამ ქვეყანაში წავსულიყავი. ალანიაში ხართ ხოლმე მგონი? ალანიაში ვიყავი მანამდე 1 წელი, საკმაოდ ძალიან წარმატებული სეზონი. საკმაოდ წარმატებულად, დიახ, საუკეთესო ლეგიონერი გავხდი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო იმ დროს, მაგრამ ესე აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, რომ ფრაიბურგში წავსულიყავი. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზიც იყო, რომ იაშკა იყო მანამდე უკვე ჩასული, ალექსანდრე იაშვილი, რომელიც 6 თვით ადრე ჩავიდა იმ გუნდში. მისგანაც ყველა ეს ინფორმაცია მქონდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდი იქ, რითი ძალიან მადლიერი ვარ და უკვე რამოდენიმე თვეში მეორე წრე ვითამაშეთ, გადავედით ბუნდესლიგაში და შემდეგ უკვე თამაშობდით ბუნდესლიგაში, რაც ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი ნამდვილად იყო ჩემ კარიერაში. და აუცილებლად უნდა ახსენოთ ის ეპიზოდი კარიერის, როდესაც მე მაგ ესეთი ფოტოგრაფიული მეხსიერება მოვლენების, რომელიც მნიშვნელოვანია და რომელიც მე სულ გახსოვს. რაღაცა მოვლენა რო ხდება, რაღაცა როგორ სად ვიყავი მაგ დროს, ეგეც მახსოვს. ისიც მახსოვს, სად ვიყავი, როდესაც ჩემს მეგობართან სახლში ვიყავი, ბავშვობის მეგობართან. სადაც მახსოვს, რომ ტელევიზორში პირდაპირ უყურებდით ჰეტ-ტრიკი, როგორ გაქონდა იმ დროს უკვე შალკეს შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? და ეს მე მგონი დღემდე მიუღწეველი შედეგი არის, ჰეტ-ტრიკი ლიგაზე ჯერ არავის არ გაკეთებული და აი ის დღე რო გაიხსენო და ის ემოცია. როგორც წესი, იმ დროს ნამდვილად კაი გუნდი ყავდა შალკეს, საკმაოდ ძლიერი გუნდი ვიყავით, ძლიერი შემადგენლობით. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი თამაშები ქონდა, ჩემპიონატი შუაკვირაში, ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, თამაშის წინა დღეს როგორც სტანდარტულად ხდება ხოლმე, შეკრებაზე არ მიდიოდით გუნდი, სახლში ვიძინებდით ჩვეულებრივად წინა დღეს და თამაშის დღეს დილით ვიკრიბებოდით, ასე ვთქვათ, სტადიონს. დილით მოხდა, იყო ისეთი ეპიზოდი და მე ძალიან ყველაფერი გაწერილი მაქვს, თამაშის დღეს, წინა დღეს, როდის უნდა ჭამო, რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა დავისვენო და ასე შემდეგ და არ მინდა ამ რაღაცა ტრადიციების დარღვევა, არ მიყვარდა ხოლმე არასდროს. მოხდა ისე, რომ მეუღლეს ბავშვი, ნიკა შვილი, სკოლაში მიყავდა, შესაბამისად ჩემი მანქანით წავიდა და უკვე მე ისეთი დრო არის, რომ მიწევს უკვე სტადიონზე უნდა წავიდე, სახლიდან უნდა გავიდე. ამ დროს მირეკავს თამუნა და რაღაც შეემთხვა, მოკლედ საწვავი გათავდა, ასე რომ ვთქვათ, მანქანაში. ცხადი ახლა გავედი ვარ ფორმაში ჩაცმული სპორტულებში და ჩემთვის უკვე ის დღე ახლა ვიცი სტრესია, იმიტომ რომ რაღაცები ამერია, უკვე რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი, იქ მივედი, იქ ვიღაცა ხო როგორც ხდება ხოლმე ასიგნალებს უკნიდან, რაღაცა დროზე გაიყვანი, რაღაცა მე ამ ფორმაში იქ ჩადო, ვიღაცა მიყურებს, დაძაბული ვარ უკვე საოცრად. რა უნდა ვქნა ახლა ვერაფერს ვერ ვიზავ, მოვაგვარით ეს პრობლემა როგორც იქნა მივიყვანეთ, მივედით სახლში და შემდეგ წავედი თამაშზე, მაგრამ ეს რო რაღაცები ამერია მე უკვე თამაშის დღეს ძალიან რთული იყო ხოლმე ჩემთვის ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ ისეთი დღე აღმოჩნდა, სადაც 3 გოლი გავიტანით, 3-0 მოვიგეთ. თამაშის შემდეგ ახლა ვიცინოდით ამ ეპიზოდზე და მე ხოვდი რომ კიდე დამთავრებოდა ბენზინი მანქანაში. იგივე გავაკეთებინა.
და ეხლა 3 გოლის გატანა, რომელიც მე თამაშის შემდეგ ხუმრობით ვთქვი, ვარჯიზე არ მქონდა 3 გოლი გატანები და ეხლა ჩემპიონთა ლიგის თამაშზე რო გაიტან, მარტივი ეს ყველაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 3 გოლიდან ეხლა 2-11 მეტრიანი იყო, თუმცა იმ 11 მეტრიანსაც რო არ ტყავ და გაგაქვს, ესეც მთლად მარტივი ამბავი არ არის. უკვე რამდენჯერმე მოხდა მეუღლის ხსენება, შეიძლება ბანალურად ჟღერდეს კითხვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ფორმატიდან ვერ გავექცევით კითხვას სიყვარულის შესახებ, ლეო. როდის გაჩნდა ეს გრძნობა და როგორ და რანაირად განვითარდა? რა ასაკში დაიწყო ეს ყველაფერი? ასე ვთქვათ, უკვე ქვეყნიდან წასული ვიყავი ეს თბილისის დინამოდან უკვე რო გადავედი ალანიაში, ეს პერიოდი იყო. თამუნას მეგობარი იყო ჩემი ძალიან ახლობელი, ნათესავი, მასთან კონტაქტი და ანუ როგორც ხდება ხოლმე ხა თბილისში ანუ რაღაც გავიცანით, შევხვდით სადღაც ერთად გავით, ასე შემდეგ და იქიდან რაღაც გაგრძელდა მე ჩვენი ეს ისტორია. მე უკვე ქვეყნის გარეთ ვიყავი, უკვე წასული ვიყავი საქართველოსდან, ალანიაში თამაშობდი და საკმაოდ რთული იყო მაგ პერიოდში, მე სხვაგან ვიყავი, თამუნა აქეთკენ იყო, ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, ანუ სულ რაღაც ტელეფონის საშუალებით, თან მაშინ არ იყო იმდენი საშუალებები, როგორც ეს დღეს არის. საკმაოდ რთული იყო და მე რაღაც პერიოდში გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა, ერთად ყოფილიყავით, რითიც ძალიან ვამაყობ ამ ჩემი გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ალბათ ერთ-ერთი არა, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ თამუნას ცხოვრებაშიც და დღემდე ძალიან ბედნიერად ვარ და ძალიან გვიხარია ის, რომ ორი შვილი ყავს, ნიკა, სალომე. მამობამ როგორ შეგცვალათ თავიდან? და რამდენად გქონდათ დღის წესრიგიდან გამომდინარე ფუფუნება მათ აღზრდელობით პროცესში და დღეს რას აკეთებენ? რთული პერიოდი იყო ნამდვილად ჩემთვის, იმიტომ რომ იმ დღის წესრიგიდან იმ კარიერაში, ანუ იმ პერიოდში დღესაც ვახსენეთ, ძალიან ბევრი თამაშები ქონდა ეს ბევრი თამაშები ნიშნავს სახლიდან გასვლას, წინა დღის სხვაგან რჩები, გასვლილი თამაშები გაქვს, მიფრინავ, ან რაღაც კვირის განმავლობაში რამოდენიმე დღე სახლში არ ხარ. ასე რომ თქვა, ძალიან დიდი როლი ქონდა თამუნას. ეს მეუღლის როლიც და ამ შემთხვევაში თამუნას როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რისი თქმა მინდა, რომ ესე გარედან ძალიან მარტივად ჩანს ხოლმე სპორტსმენის, ამ შემთხვევაში ფეხბურთელის მეუღლეობა რაღაც ადვილია, კაი ცხოვრება, ესეთი არ არის და ეს ძალიან დასაფასებელია და მე ვაფასებ ძალიან, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც მისი რაღაც გეგმები ქონდა, ხო, სწავლობდა, რაღაც იდეა ქონდა, უნდა რაღაცის მიღწევა და საბოლოო ჯამში მასაც მოუწია ამ ყველაფერზე უარის თქმა, იმიტომ რომ შენთან ერთად არის, შენ სხვაგან ახარ, შენთან უნდა იყოს და ვერ გააგრძელა ის, რაც მისი ოცნება იყო, ხო, ყველა ადამიანს მათ შორის პატარა ასაკში რაღაცაზე ფიქრობ, სწავლობ, ემზადები, შენი გეგმები გაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ აკეთებ ამ ყველაფერს, ხო? და პლუს ამას ემატება ბავშვი გაჩნდა, რაც ალბათ ყველაზე დიდი შენაძენი არის ჩვენთვის, ნიკა და სალომე. ძალიან რთული არის ეს ყველაფერი, საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის, მარტოები ვიყავით გერმანიაში. და ჩემთვისაც ხო ხვდებით ახლა დაღლილი თამაშის შემდეგ სახში ბრუნდები, მაგრამ ბავშვია სახში, რომელსაც უნდა შენთან თამაში, შენთან ყოფნა უნდა, ან რაღაც ფეხბურთი უნდა ეთამაშო, რაღაცა უნდა გააკეთო მასთან, გარეთ გახვიდე, ან სადმე წახვიდე და თან დაღლილი ხარ. უარს ვერ იტყვი ამაზე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენც მარტო უარის არა, შენც გინდა რომ მასთან იყო, იმიტომ რომ გენატრება, გაკლია, დაგაკლდა ის დღეები, როცა მასთან არ იყავი და საბოლოო ჯამში არ არის ეს ადვილი, ძალიან რთული არის. მაგრამ ნუ ერთმანეთს ეხმარებით, ხო, როგორც მე თამუნას, თამუნა მე და საბოლოო ჯამში ვართ ბედნიერები და ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი განვლილი პერიოდით, მათ შორის ჩვენი შვილებით, ნიკა, სალომე ორივე გერმანიაში დაიბადნენ. ნიკა დღეს საქართველოშია, საქართველოს და ბრიტანეთს შორის, ანუ ბრიტანეთში ისწავლა, დაამთავრა, შემდეგ მუშაობდა იქ, ეხლა უკვე თავის პირადი საქმეებითაა დაკავებული და სალომეც ბრიტანეთშია, კონკრეტულად ლონდონში, იქ სწავლობს ერთ-ერთ უნივერსიტეტში
და ძალიან გვიხარია მათი წარმატება, ასე რომ ბედნიერები ვართ. ეხლა გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როდესაც თუ არ ვცდები ჰერტაში საბჭოთა შტაბში მუშაობდით, ხო? დიახ. მენეჯმენტში და საქართველოსთან გაგიკავშირდნენ შემოთავაზებით ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ჩადგომასთან დაკავშირებით. როგორ მოხდა ეს? ხო, ტრადიცია არ იყო შემოთავაზება არ ყოფილა, უბრალოდ ჰერტაში ანუ მე საფეხბურთო კარიერა დავასრულე 2014 წელს და შემდეგ ერთი წელი ამ კლუბში ვიმუშავე სპორტული მენეჯმენტის კუთხით, მათ შორის ვისწავლე სპორტული მენეჯმენტი ფეხბურთის მიმართულებით. თუმცა მანამდე წლები იყო, როდესაც მე სულ ყოველთვის ვიძახდი და დღესაც იგივე აზრზე ვარ სხვა სპორტსმენების მიმართ და მე მაშინ სახად საჯაროდ ხშირად მაქვს ნათქვამი, რომ როდესაც დავასრულებ ჩემ კარიერას, აუცილებლად საქართველოში დავბრუნდები. იმიტომ რომ მიმაჩნდა და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ჩვენთაგანს ის რაც ვისწავლეთ, რაც კარგად გავაკეთეთ, რაც გამოგვივიდა, რაც დავინახეთ თუ როგორ ხდება ამა თუ იმ წარმატებულ ამ შემთხვევაში საფეხბურთო ქვეყანაში, რაც გერმანიაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა თქმა უნდა, მინდოდა რომ ეს ყველაფერიც საქართველოში მენახა. ნუ პერიოდი იყო დაემთხვა, რომ 2015 წლის შემოდგომაზე არჩევნები იყო, 2015 წელი იყო, როდესაც საარჩევნო წელი იყო ფეხბურთის ფედერაციაში და მანამდე რამოდენიმე თვით ადრეც ასევე საჯაროდ განვაცხადე, რომ აუცილებლად ჩამოვალ და მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში. ხა რა შედეგი დასრულდებოდა, რა მოხდებოდა, ეხლა მე რთული იყო ნამდვილად, ძალიან საკმაოდ რთული იყო, თუმცა ეს ჩემი სურვილი და მიზანი დაფიქსირებული საჯაროდ მქონდა და დღემდე ნამდვილად არ ვნანობ ამას. იყო შემთხვევა, როდესაც მათ შორის მედიის წარმომადგენლები მეკითხებოდნენ, რომ აი რო ჩამოხვალ თუ ჩამოხვედი, ხო არ ინანებ ამ ყველაფერს. დღემდე ვიძახი, რომ ნამდვილად არ ვინანებ კი ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მივახციეთ იმ შედეგს, რაზეც ვოცნებობდი მე როგორც ფეხბურთელი და სამწუხაროდ იმას ვერ მივახციე როგორც ფეხბურთელმა. გულისხმობ ნაკრების წარმატებას. დიახ, და ეს დღემდე არის ჩემი უდიდესი ტკივილი და თუ რაღაცა მაწუხებს და ეს ყოველთვის გამყვება სამწუხაროდ, იმიტომ რომ როგორც ფეხბურთელმა ის ვერ გავაკეთე, რაც მინდოდა. ლევან, აი ძალიან საინტერესო თემა არის. 26 მარტამდე მივალთ, როდესაც ევროპაზე გავედით, მაგრამ შემადგენლობით ინფორმაციის ნაკრებში, სადაც თამაშობდით, დიახ. თითქოს ისეთი შემადგენლობა იყო, რომ პირიქით იმ თაობას არანაკლები შანსი ქონდა გასულიყო. სადაც შალკეში თამაშობდით, კახა მილანში თამაშობდა, შოთი აიაქსში იყო, რა ვიცი ხა, ვინ შეიძლება ცკიტიშვილი იყო, იაშვილი იყო, რა ვიცი, ყველა ლეგიონერები, ყველა წარმატებულ გუნდში ჩემი ხიზანა არ გამოგჩეს აგერ კიდელა და კეცბაია იყო, ანუ ნუ თაობათა ცვლა კი იყო, მაგრამ ერთად მოგვიწია გვიწევდა. ყველანი იყავით ვარსკვლავები. დიახ. საკუთარ კლუბებში და პარალელურად მაინც რთული იყო სოფლიოზეც და ევროპაზეც გასვლა. რაღაც კუთხით ამის პასუხი მაქვს. საკუთარ თავს შემიძლია უპასუხო, რომ და ალბათ მაყურებელმაც გაიფიქრა, რომ ეხა მაშინ ერთა ლიგა არ არსებობდა თქვა. საიდანაც, მაგრამ ეს თლად ესეთი დამაჯერებელი პასუხიც არ არის. თავარი პრობლემა რა იყო? ერთა ლიგა ესესი არ არის. მე მესმის ადამიანების, რომლებსაც უნდათ რაღაცა დაინახონ აქედან, რომ აი ერთა ლიგა რა თქმა უნდა ეს საშუალება გაჩნდა და არა მარტო ჩვენთვის და ჩვენაირი ნაკრებებისთვის, ბევრი სხვა დიდისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა და უბრალოდ ამ საშუალებას გამოყენება უნდა. ბევრს არ გამოუყენებია, თუ არ გამოიყენე ხა თავისით ერთა ლიგის ფორმატით ვერ გავიდოდით ვერ ჩვენ და სხვა ვინც გავიდა.
თორე ნებისმიერ სხვა გუნდსაც მათ შორის და საბერძნეთსაც ჰქონდა ეს საშუალება და სიამოვნებით გავიდოდნენ ისე. თუმცა ვერ. თუმცა არ ვარ იმ მოსაზრების, რომ ერთა ლიგა რო ყოფილიყო 10 და 20 წლის წინ მაშინაც გავიდოდეთ. მე არ მგონია, რომ ერთა ლიგის ყოფნა არ ყოფნა იყო პრობლემა. პრობლემა გეთანხმებით აბსოლუტურად ერთი, რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავდა ინდივიდუალურად ფეხბურთელები, ხა ეს გემოვნებაზე ადამიანის, ვის ეს თაობა მოწონს, მანამდე თაობა, ეს ადამიანის გემოვნებაზე, თუმცა ის რომ ხა საკმაოდ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ყავდა, ეს ხადია. პრობლემა რაც იყო, ჩემი გადმოსახედით იყო, რომ ჩვენ არ ვიყავით ერთი გუნდი. ჩვენ ინდივიდუალურად კაი მოთამაშეები ყავდა, ძლიერი პრობლემა იყო. ბევრი რაღაცის პრობლემა იყო. არა მარტო განა ის რომ არ გვინდოდა რომ ყოფილიყავით, გარემოებად სხვა რაღაცე, ანუ სხვა გარემოში ვიყავით და იმის გარდა რომ ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენთაგანი რაღაცას ამ გუნდისთვის არ ვაკეთებდით და რადიკალურად განსხვავებულია დღეს სიტუაცია. დღეს მთავარი არის გუნდი და შემდეგ არიან მოთამაშეები. იქ სადაც პირადი უფრო მაღლა დგას ვიდრე გუნდი, ანუ იქ ძნელია წარმატებას მიაღწიო. გუნდი არის მთავარი და შემდეგ უკვე ის მოთამაშეები, ვინც ქმნიან ამ წარმატებას. ეს გვაკლდა, ეს არ იგრძნობოდა, ეს არ იყო. შეუძლებელია უბრალოდ თამაში წააგო 3-1 და შენ ერთი გოლი, რომელიც შენ გაიტანე, შენ რაღაცნაირად კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ეს ხო წარმოუდგენელია. ანუ თამაში თუ წავაგეთ, მე გოლს გავიტან თუ არ გავიტან, რა მნიშვნელობა, ან თამაში ესაა ტკივილი და ეს უნდა გაწუხებდეს. და ესეთი რაღაცები ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში ხა მე ვინმესკენ ხერს არ ვიშვებ, თუნდაც ჩემს მიმართაც ამ საკმაოდ თვითკრიტიკული ვიყავი და ზუსტად მაგას გაუსვი ხაზი, როცა ვიძახი, რომ მე ჩემ კარიერაში უდიდესი ტკივილი მომყვება დღემდე, იმიტომ რომ ვერ შევძელით ერთად იმის გაკეთება, რაც ყველაზე ძალიან გვინდოდა. არა და შეგეძლოთ. შეგვეძლო, მაგაზე არ არის, არ ვდავობთ, რომ შეგვეძლო, ნამდვილად იყო ნიჭიერი თაობა, თუმცა ბევრი სხვა გამოწვევებიც ჰქონდა ამ გუნდს, ამ ნაკრებს და საბოლოო ჯამში ჩვენი პასუხისგებლობა, ჩვენი ბრალია და არავის სხვის. და გავიხსენოთ 26 მარტის ამბავი, რამდენად იყო შინაგანი რწმენა, რამდენად იყო შიში არ გასulis განსაკუთრებით იმ წამებში და წუთებში, როდესაც 11 მეტრიანებამდე მივიდა და ის გზნობა. პირველი დავიწყებ, რომ ეს 26 მარტი რაღაც განსაკუთრებული დღე არის და მე თამაშის შემდეგ ხუმრობითაც ვთქვი, რომ ანუ ვიცოდი, რომ 10 ივლისს ქონდა თქო დაბადების დღე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა 26 მარტი ყოფილა ჩემი დაბადების დღე თქო. იქიდან გამომდინარე, რომ ის თამაში ხორვატიასთან, რომელიც გავიხსენეთ, ისიც 26 მარტს იყო. ის 1-0 რომ მოვიგეთ და გოლი გავიგეთ. ის 26 მარტი იყო და რაც უნდა უცნაური იყო ეს როგორც წესი ძალიან ნერვიულობ ხოლმე თამაშის დღეს. ეს დღე იყო, აი არ დამავიწყდება, აი 7 იყო ჩემთვის, ანუ შინაგანად გათენდა თუ არა, რაღაცნაირად 7-ად ვიყავი, ბენზინი არ დამთავრებულა. გავს ეპიზოდიც არ ყოფილა, ანუ რაღაც ეს დღის წესრიგიც არ ამრევია, ასე რომ თქვა, ანუ მიდიოდა როგორც უნდა ყოფილიყო, საკმაოდ 7-ად ვიყავი. ხა 11 მეტრიანების ეპიზოდი, აი ვიცი, ანუ სიმართლე გითხრათ, აი არ ვიცი რა სიტყვებით შეიძლება გამოვხატო ის ემოცია, რაც იმ წამს, როდესაც უკვე კვეკომ გაიტანა ბოლო 11 მეტრიანი, ჩემში იყო. ანუ არ არსებობს რაღაცა სიტყვები, რითიც მე შემიძლია ეს სრულფასოვნად აღწერო, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც, აი როგორ გითხრათ, წლების განმავლობაში, რომ რაღაცა ტვირთი გაქვს მხრებზე, რაღაც ყოველწეს მძიმდება, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხო ეს გულშემატკივრებს კი თითოეულ ჩვენთანგანის მოლოდინი ყოველ წელს რაღაც იმედიან და აი შემდეგ წელს და ეს ტვირთი თითოეულ ჩვენთანგანს დაგვიგროვდა უზარმაზარი რაღაცა მძიმე რაღაცა მაქვს მხრებზე და ამ კონკრეტული ეპიზოდის შემდეგ ეს ყველაფერი ქრება. ლევან, ამ თემასაც მინდა შევეხოთ, იმიტომ რომ რამდენიმე ხნის წინ მე მოვყარი თვალი თქვენს განცხადებას და ალბათ ტკივილს ქართული საკლუბო ჩემპიონატის შესახებ. რა თქმა უნდა, თითქოს რაღაცა უკვე
იცი როგორი განსხვავება თითქოს გულშემატკივრებს ამ ნაწილზე ხელი აქვთ ჩაქნეული წარმატებასთან მიმართებაში ევრო ტურნირებს. დიახ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და არანაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩემპიონატიც იყოს ისეთ დონეზე, რომ უბრალოდ მოგინდეს და ჩართო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებიც დადიოდნენ სტადიონზე. ეგ ალბათ ცალკე პრობლემა, ალბათ ამის შესახებაც ითქვით, მაგრამ რა პერსპექტივა გვაქვს იმისა, რომ ეს პრობლემად არ დარჩეს. ნებისმიერ ქვეყანაში ფეხბურთის მთავარი არის საკლუბო ფეხბურთი. რო ავიღოთ მაგალითად წლის განმავლობაში რამდენი თამაშია სანაკრებოს, ხო? ეხლა მით უმეტეს კიდევ უფრო რაღაც კალენდარი შეიცვალა, სულ რაღაც 4 ფანჯარა არსებობს, სადაც არ ვიცი, წლის განმავლობაში 3ჯერ შეიძლება 4ჯერ შენ ქვეყანაში იყოს ითამაშოს შენმა ნაკრებმა და შენი 4 ასევე გასვით, ბევრი არ არის ასე რომ ვთქვათ, მაგრამ გულშემატკივრის და ადამიანის ინტერესი ფეხბურთის მიმართ არის ყოველდღიურად და ყოველკვირეულად. ნებისმიერ დღეს იქნება სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, ევროტურნირები და ასე შემდეგ. სახში რომ მივდივართ, ნებისმიერ ვისაც გვიყვარს ფეხბურთი, ვთავ და უყურებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კლუბები ვერ გვაძლევენ ამ ფუფუნებას ქართულ გულშემატკივრებს, ბოლო წლებში ეს დააბალანსა ჩვენმა ლეგიონერებმა. რომ მათ თამაშებს უყურებთ. ხო და რატო ვერ გვაძლევენ? ხო, ვერ გვაძლევენ, რატო ვერ გვაძლევენ? ბევრი მიზეზი არსებობს. ამის რატომაც ვერ გვაძლევენ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი თაობა, მათ შორის ჩვენზე უფროს თაობები, მოდივართ იმ პერიოდიდან, როდესაც გვახსოვს თბილისის დინამო, ხო? როდესაც თამაშობდა და მაშინაც უყოველთვის იყო ჩვენი გულშემატკივრის დიდი ინტერესი იყო ამ თამაშების მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ვეთამაშებოდით სხვას. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, ხო, გვახსოვს რა დაპირისპირება ჩემპიონატის დროს. თუნდაც მოდიახ მაგ პერიოდში და იმ ხელა ინტერესი იყო ჩვენ გვინდოდა სულ მოგვეგო ვიღაცისთვის, სხვისთვის. შემდეგ ეს შიდა ჩემპიონატში და დღეს რაზეც თქვენ წახსენეთ, რომ იმ ხელა ინტერესი შეიძლება არ არის, როგორც მაშინ იყო იმ დროს. შიდა ჩემპიონატში იმ ხელა კონკურენცია არ არის. გორი პირობითად გორი ეხა არ ვიცი, სამტრედიას ეთამაშება თუ არა, ეხა დიდი ინტერესია ერთმანეთის მიმართ არ არის. ჩვენთან ინტერესი დღესაც არის, როდესაც ჩვენ ვეთამაშებით სხვას, იმიტომ რომ გვინდა. თქვენ ხშირად ნახავთ იგივე ევროტურნირებზე, რომელიმე ჩვენი ქართული გუნდი რო თამაშობს, იმ თამაშზე გაცილებით მეტი ხალხი დადის, ვიდრე ჩემპიონატში, როდესაც თამაშობს ეს გუნდი. იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ამ გულშემატკივრების ისინი უბრალოდ კლუბის გულშემატკივრები კი არ არიან რაღაც დრო რაღაც რაოდენობა, მაგრამ უდიდესი ნაწილი არიან ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები. ინტერესის არ ქონის პრობლემა. მოდიან იქ, იმიტომ რომ უნდა ქართული გუნდი თამაშობს. სამტრედიას რატო უყურო? ნაკლები, ხო, რეგიონში კიდე მეტნაკლებად არის, ახლა ბათუმში, ქუთაისში ინტერესი არის, განსაკუთრებით თბილისშია ხოლმე სამწუხაროდ ამის პრობლემა. თუმცა ეს ინტერესი ერთი რაღაცა, მეორე არის, რატო ვერ ვახცევთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ნებისმიერ გულშემატკივარში ეს მოთხოვნა არის. ჩვენ გვინდა ყოველ კვირა საერთაშორისო მატჩები და არ გვაქვს ეს უბრალოდ. ნაკრები კაია, მაგრამ ნაკრები ვერ ავსებს ამ ჩვენ მოთხოვნას, იმიტომ რომ წელიწადში სულ რამოდენიმეჯერ არის. პრობლემა ძალიან ასე რომ ვთქვათ, რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანისთვის ეხა ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, თუმცა პროცესში ესე არ არის. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც მარეგულირებელია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, სხვადასხვა პროექტები, მასობრივი ფეხბურთი, ეროვნული ნაკრებები და უამრავი სხვა რაღაც, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, მათ შორის არც მე, რომელსაც პირდაპირ ხელი მიმიწვდება რომელიღაც კლუბის მუშაობაზე და მის მართვაზე. ეს არ არის ჩვენი საქმე, არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის. იქვე არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და სხვათა შორის ეხლა ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაცია ამის შესახებ, რა ძალიან სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრ ადგილას იგეგმება სტადიონების მშენებლობა და ჩვენი პრემიერი ძალიან დიდი მოყვარულია ფეხბურთის, ეს იგრძნობა და ალბათ ბევრ რაღაცაში აისახება კიდევაც, მაგრამ და ის ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ამაზე, თუნდაც ეს ინფრასტრუქტურული პროექტები. ბილბაოს ატლეტიკის თამაშზე გულშემატკივრას განსაკუთრებით უხარია მისვლა, იმიტომ რომ მაგარი სტადიონი აქვს. ბათუმშიც ცხადია.
სტადიონი რო აშენდა, ტრენდი გახდა ერთგვარი, რომ იმ სტადიონზე მისულიყავი და თელავს ეთამაშებოდა პირობითად თუ თბილისის რომელიმე გუნდს, ხო? ესეც უკვე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხელისშეწყობი ფაქტორი იქნება, როდესაც ეს სტადიონებიც გაჩნდება. რუსთავში, ტყიბულში, აგერ მეშახტე გადმოვიდა, ხო, უმაღლეს ლიგაში და ძალიან ბევრ ადგილას. ეს ცალსახად უდიდესი მიღწევა არის და მართლა მადლიერები ვართ ირაკლის ზოგადად ამ ჩვენ სახელმწიფოსი, იმიტომ რომ ის რაც ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის კუთხით შეემატა, მათ შორის თქვენ ახსენეთ ბათუმის სტადიონი და მინდა გავიხსენო ის პერიოდი, თუმცა ადამიანებს არ ახსოვთ ხოლმე 10 წლის წინ ბათუმში აჭარაში ზოგადად ერთი სტადიონი კი არა, ფეხბურთის მოედანიც კი არ ქონდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტივია და მათ შორის ეს ყველაფერი გამოიწვია და გამოძახილია იმ წარმატებებს, რაც ნაკრებმა მიაღწია ბოლო წლებში. და რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ, რომ იგივე რუსთავში, მათ შორის სამტრედიაში, წყალტუბოში, ტყიბულში, ანუ ბევრ ესეთ ქალაქებში დაგეგმილია და დაწყებულია ეს პროცესი, ეს ძალიან დაეხმარება ამას. თუმცა, საბოლოო ჯამში გჭირდება ხარისხი მოედანზე. თუ მე მოედანზე არ ვნახე ის, რისთვისაც იქ მივდივარ, ხო? ერთხელ წავალ, ორჯერ წავალ, სამჯერ, მაგრამ მე აღარ წახვალ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის მიდიხარი იქ. თუმცა ერთი რაღაც ცხადია, რომ ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ფედერაციამ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ და ამას კლუბი ვერ გააკეთებს და ისაც კლუბმა უნდა გააკეთოს და იზომოს კლუბმა და მის მენეჯმენტმა, იმიტომ რომ ჩვენ ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებთ. სანამ შემოვიდოდით საგრიმიოროში ჩვენ წინასწარ რაღაცა 2 წუთი ქონდა ერთმანეთთან მისალმების და საუბრის და მაშინ ახსენეთ ესეთი ფრაზა, რომ არ ყავთ მძღოლი, თავად ატარებთ მანქანას და გიყვართ მარტო ყოფნა მანქანაში და ფიქრი. აი, როდესაც არის ხოლმე მომენტი, როდესაც ფიქრობთ განვლილ გზაზე. ჯერ ძალიან ბევრი რამე წინაა გასაგებია. მაგრამ აი ამ განვლილ გზაზე დღემდე რა შეგრძნება და რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად? მარტო ყოფნა მიყვარს და მჭირდება კიდევაც. მართლა, იმიტომ რომ არის რაღაცა დღის განმავლობაში პერიოდი, როდესაც რაღაცაზე ფიქრი მიწევს. მინდა ჩემთვის რაღაცა არ არის ეს რაღაც საათობით და რაღაც, მაგრამ რამოდენიმე წუთი, თუნდაც იმ დროს, როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ მანქანით მე თვითონ გადავადგილდები, ჩემთან ვიყო, ვიფიქრო რაღაცეებზე. წარსულზე და იმაზე ნაკლებად ვფიქრობ ხოლმე. და მე გავიხსენებ ერთ პერიოდს მოვყვები, უბრალოდ ბევრი ვისაუბრეთ ჩემს შესახებ და მათ შორის ეს ერთ-ერთი თვისება არის ჩემთვის. არასდროს არ მიყვარდა და არასდროს არ ვაქცევდი ყურადღებას, გუშინ რა ხდებოდა და გუშინ რამე კაი, ანუ ფეხბურთის თამაშის დროს გუშინ თამაში მოვიგეთ, გოლი გავიტანეთ, ეს არავის არ მაინტერესებდა. იმიტომ რომ ჩემთვის თავარი იყო ყოველთვის დღესაც გავაკეთებ და ხვალ რა უნდა ვქნა. და იმ გუშინდელი დღიდან გამოვდიოდი იმ მაგალითად რო თქვა რაღაცა ვერ გავაკეთე, ან რაღაცა დავაკელი, ან რაღაცა გასაკეთებელი მაქვს და ამისთვის მჭირდება ეს რაღაცა ჩემი მარტო ყოფნა, რომ რაღაცა ეს კარგად დავალაგო, კარგად გავანალიზო, რაღაც გადაწყვეტილება მივიღო და არ მიყვარს უცებ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, რაღაცა ფიქრი მჭირდება, როდესაც რაღაცას ვაკეთებ. და შემდეგ უკვე ის დღე იქნება თუ ხვალინდელი დღე, რომ ეს გავაკეთო და მათ შორის ანუ აი ეგ მონაკვეთი, როდესაც მარტო ვარ ჩემ თავთან, ჩემთვის ძალიან აუცილებელია. ან მართლა ვიძახი, მჭირდება ყოველ დღე, რომ ჩემ თავთან მარტო ვიყო და რაღაცაზე ვიფიქრო. ლევან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი დიალოგისთვის. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის სინამდვილე და გულწრფელობა იგრძნობოდა მაყურებელთანაც. მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის და რა თქმა უნდა კიდევ არაერთი წარმატება გისურვოთ, რაც ყველას ერთად ჩვენს გაგვახარებს. უმეტესი მადლობა თქვენ.